შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ნაწილის წინააღმდეგ რკინის გუმბათმა ვერ იმუშავა ბალისტიკური რაკეტებით ირანულ იერიშს ისრაელში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მორიგ თავდასხმას თელ-ავივმა თეირანის ცაზე სრული კონტროლის მოპოვებით უპასუხა. ისრაელი ახლა ირანის მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს და კიდევ უფრო მკაცრი რეაგირებით იმუქრება. თეირანის ცას ვაკონტროლებთ და ირანის კრიმინალური რეჟიმისგან განსხვავებით არა მშვიდობიან მოსახლეობას, არამედ რეჟიმის სამიზნეებს ვურტყამთ. ჩვენი მთავარი მიზანი ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრაა. ჩვენ გამარჯვების მიღწევის გზაზე ვდგავართ. თეირანის მოქალაქეებს კი ევაკუაციისკენ მოუწოდებთ. ისრაელს ირანის მოსახლეობისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების განზრახვა არ აქვს, როგორც ამას მკვლელი დიქტატორი აკეთებს ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ, თუმცა თეირანის მცხოვრებლები იძულებული იქნებიან თავიანთი სახლები დაცალონ და დიქტატორის საფასური ასე გადაიხადონ, რადგან რეჟიმის სამიზნეებზე თავდასხმა აუცილებელი იქნება. ისრაელში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. მცირედით დაზიანდა თელ-ავივში შეერთებული შტატების საელჩოს შენობაც. ყველა სასწავლო დაწესებულება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ჩვენ ძალიან ძლიერიერი ვართ, დიდი შესაძლებლობები გვაქვს. არ დავიღლებთ და ირანს საკადრის პასუხს გავცემთ. ისრაელის იერიშები ირანული მედიის პირდაპირი ეთერის შეწყვეტის მიზეზად იქცა. აფეთქებების სერიას 224 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1000-ზე მეტი კი დაშავდა. მოსახლეობა თეირანიდან ევაკუაციას ცდილობს. ირანის სულიერმა ლიდერმა კი თავი მიწისქვეშა ბუნკერს შეაფარა. სანამ თელ-ავივი ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობს, თეირანი ირწმუნება, რომ ბირთვული იარაღის წარმოებას არ ცდილობს. ისრაელის სპეცოპერაციის უკან კი ვაშინგტონის გვალს ხედავს. ისრაელმა საზღვარი არ იცის. ისინი ამერიკის ნებართვით ყველგან იჭრებიან. ითქვა, ისრაელი ვერაფერს გააკეთებს ჩვენი ნებართვის გარეშეო. ესე იგი, ეს იერიშებიც ამერიკის ნებართვით ხორციელდება. ჩვენ მათ აგრესიას პასუხს გავცემთ. რაც მეტად შეეცდებიან სიტუაციის გამწვავებას, მით მკაცრი და სასტიკი იქნება ჩვენი პასუხი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ ომის გაფართოებას. ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობისგან თავს ვიკავებთ, თუმცა არ ვიცით რა მოხდება მომავალში. ისრაელის მოკავშირეების რეაქციას ველოდებით. მათ ისრაელის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. თუ ეს ასე არ მოხდება და მათი თვითმფრინავები აფრინდებიან, მნიშვნელობა არ ექნება ამერიკელი იქნება ის თუ ბრიტანელი. მათ ჩვენი რაკეტები დაუპირისპირდებიან. თურქეთი მზად არის ისრაელი ირანის კონფლიქტსა და ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების განახლების საკითხებში შუამავლის როლი შეასრულოს. შუამავლობისთვის მზადაა რუსეთიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი ისრაელს თავდაცვის მიმართულებით მხარდაჭერას უცხადებს. დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. იმედი მაქვს შეთანხმება მიიღწევა. ფიქრობ, ამის დრო უკვე დადგა. ვნახოთ რა მოხდება. ხანდახან ქვეყნებს ბრძოლა უწევთ, მაგრამ ჩვენ ვაკვირდებით რა გამოვა. ფიქრობ, შეთანხმების კარგი შანსი არსებობს. ევროკავშირშიც თვლიან, რომ მხარეებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს, თუმცა არა პუტინის შუამავლობით. ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, ირანი კი რეგიონში არასტაბილურობის მთავარი წყაროა. ჩვენ ყოველთვის ხაზგასმით ვიმეორებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ მათი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამა გვაშფოთებს. საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა პრობლემის გრძელვადიანი მოგვარებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ახალი კერა 13 ივნისს, ანუ მაშინ გაჩნდა, რაც ისრაელმა ოპერაცია აღმავალი ლომი დაიწყო და მიზანში ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტები ამოიღო. ისრაელის თავდასხმებს 224 ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის დაზვერვის უფროსიც ემსხვერპლა. ირანის ბირთვულ ობიექტებზე ისრაელის თავდასხმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნის საფუძვლად იქცა. ირკვევა, რომ ირანის ბირთვული საწვავის გადამამუშავებელ ქარხანას ახალი დაზიანება არ მიუღიარის, გამოც რადიაციის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.